იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. დავიღალე ძმაო რა ლილო და აროჩე რა მაგარია ძმაო რა გინდა და კამფეტები გვაქვს პოსტა ძალიან ბევრი კამფეტი არის ბიჭო დავიღალე ძმაო რა ან ეს გოცი რა თქინდო და ნახე რომელიც ვერ მოდი რა მოდი შინდება ეხლა ბიჭო აროჩე სიმღერა მაგან არის ის ძმაო ტექსტი მაგან არის ის არა ტექსტი ხმა მაგას არა აკაი ხა ტექსტი იცი ახლა მაგით ვარ წამოვიყვანეთ ტექსტი აი ყრუ სუბთაბო ყრუ არის ბაზარი არ არის პროსტა ტექსტს ასვავს რა ოპა რა შევით ბიჭები აა გოცო გელოდებოდი მაგვიანდა რა დავაჟე შენ რო არ ვიწყებდით ბიჭო არა ძმა ხმა შენ აგაკ ძმაო და სიმღერა შენიცი და რავი ყველაფერი ძმაო ტექსტი შენიცი და შენ უნდა გაანაწილო ეგ ხმები ძმაო და მომისმე ხა მარტო ამბობ თუ მე რო გასული ვიყავი ხა ამარო ტექსტი იცის იმიტომ წამოვათრიეთ რა უნდა ამას ლაპარაკობდით ხო ეგრე მიცნო ბიჭო ხარდა ჩემი ძმები ხარ აი იგრებ ხარ გინდა ჯერატოს მაღაზიაში დავითრიე და რამედ მაგარი რაღაცაა ნეტოს მოგასწორა და ვინმე რამეს მოგცემს ბიჭო რა ქენი ახალი წლები როგორ გაატარეთ აბა ბიჭო საკაიფოდ ქვედა უბანში ვიყავი ძმაო მაგარი დავიმხეთ ყველაფერი და ვისკები კონიაკი რაღაც დაურიე მე შეძმოს მიცავ ბიზაშვილები და მათნენ მე კაროჩე შვიდ მოაი ვერ აგიხდე რა მართლადო ჩავწექით ღვინოში რა იმენა შეძმოს მიცავ შენ რაკეთ შენ რა საკეთებდი ახლა წეს ბიჭო მე ისა რავი გოზინაყი გავაკეთე ზმაო პრასის ფხალი გავაკეთე საცივი გავაკეთე იმისთანა თითებს ჩაიკუნეთ შენზე მოპასტიცაო ბიჭო რაზე ლაპარაკობ ბიჭო ანუ ახლა წეს რა შევოდი მეთქი აქ როგორ გაერთეთ თამაში ჩემაცოლმა გააკეთა შენზომას პიცაო ეს ყველაფერი და პროსტა მე უყურებდი რა საკეთებდიო ხომ მკითხე და ჩემიცოლი აკეთებდა ეს უყურებდა ბიჭო თორე კი არაფერი გაუკეთებია რა ის კი შენ რა გეგონი ცოლი მაჩალგაკი არ არის ჩემაცოლმა წეს გოზინაყი გააკეთა დამატნა ყველა კვილი ძმო ქვასავით იყო შეგეთ რავი არაფერი მიჭავდი აუ იმენა ქვასავით გოზინაყი შენზომას პიცა თაფლით და იმით გააკეთა ნიგოზით მარტო ხო რავი თაფლით და ნიგოზი უნდა მაგას აბოს ვარავ ბიჭო რას მელაპარაკები გოცოს მომბაზე გაბიცევ ნიგოზი ჯერ წვრილად უნდა დაჭრა საკაიფოდ რომ მოხალავ იმას მაგრად მე დავასყა თაფლი ცოტა ადუღო ურიო ოღონდ რომ თან არ შესკელდეს მე რო გაცივდება გადაიტა და რომბისებურად დაჭრი ესე ლამაზად საიდან იცი ეგ ყველაფერი ძმობას გაბიცევში ბიჭო ჩემი მიცოლი აკეთებდა შენ ძმობას ფიცა ვარ და არა ეს უყურებდა აი ეს უყურებდა და დაინა ე რა ვიცი შეჩება მე როდის რამე გაკეთებია აბა რა ბიჭო ისე ამახალ წელს ძმაო რავი არ შენთან დამილევია ვასკასთან ნახდათ არ დამილევია ვაფშე რაც ეს 2026 წელი დადგა შენთან არ ყოფილი ვარ და რო ავიდეთ ახლა ვასკასთან დავლივოთ მე მგონი არ უნდა იყოს რავი ცუდი იდეა შენთან ხო რავი რატომ უნდა დავლივოთ ეგრე არ შენთან არ დაგვილევია შეჩემა და შენთან ავიდეთ მაშინ შენთან დავლივოთ ბიჭო ბაზარი არა მაგრამ შენთან რა დავლიეთ ანუ შენ ამასთან ავიდეთ შენ არ შენთან არ დაგვილევია ძმაო და შენთან დავლივოთ დავაი შენთან ძმაო ხოძე ვარ და შენთან დავლივოთ დაუკაკუნე ერთი ამას აბახრაშო ან მოიცა გაჩე ჯერ არ დააკაკუნე მომემზადოთ ხო იცი სიტყვები ტექსტი ყველაფერი ო დავარ მომემზადეთ 25 დეკემბერსა ქრისტეიშა ბეთლემსაო და ოი გილოცავ მენი ოჯახი აიძოს ფავითა და ბარაკითა ურემი გავთალე წამოვიდა ბარაკითა გაიხარ ამი გილოცავ ბიჭებო მრავალს დაეცა გაიხარ მრავალი ალიზო რაიმე მეც ესე ვერ გაგიშვებთ ეხა ხელც არის რა თქმა უნდა მაგითო გაიხარ იმინდა მაყურე წავი უეჭველი გამას ფამილი მოიცი შენ მომოსკიცო შენებლობები და ესეც ტკბილი გემრიელობები აბა ბიჭებო გილოცავ ტკბილი ვერა რა ისე ტკბილი ამათ წონის პრობლემა აქვს რაღაცა მე ტკბილი საერთოდ ვერ ჭამდა რამე სხვა რამე რო კაი კი ბატონო დამელოდეთ ვერ გაგიშვებთ ესე ხელც არის რაიმე ისეთი მანდარინია ბიჭებო ხოთ რა ძალიან არა ის კი არა უბრალოდ ციტრუსზე გვაქვს ალერგია ამათ არის მე პირადად კივი და მანდარინი შეიძლება მოვკდეს სასუთხე ორგანო დამისივდება თუდად მასლა გეუნები ციტრუსი არა და კარგი მაშინ არ არის პრობლემა იცით რას მოგიტანთ ახლა რას
რაც ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვანია. ეგ არის. ეს არის ჩიჩილაკი. არა, რასა ვთქვა, ჩიჩილაკის სახლიდან გამოტანა, როგორ შეიძლება? თან ახალი წლის ბებია შობილი. ჩემ, აქ ცუდის ნიშანიო, ასე მეუბნებოდა ბებია. მართლა? რას ლაპარაკი? არა. ქალბატონო, აი, მე- ყველანაირი ვერსია გვაქვს ჩვენ დამუშავებული და გათვლილი უკვე და ფულის გარდა არაფერს არ მიგებთ. რაო? 25 სადაკემერს და 25 ლარია. სადი ბიჭო, დაახვიეთ ახლა აქედან რა, ამათ უყურე რა. შობა, ქალბატონო და ალი რა. მანძი კაცები ესენი. დღესასწაულის არ გწად, რამე არ მართლა შებანძო ხალო. კაი, არის სოლო, გინდა კიდევა, კაი, ბიჭო, კიდევა არის სოლო. ამის მოცემ შოკოლადი, რა თმინდა. კაი, ნუ ეს ისედაც არ მოუწი არაფერი, კიდე ბიზნესზე და გაჩერდი ვიო, იმენა. მე ზიზღება ზო, გეუბნები. ვაფშე ავიდეთ რა, წამოძო, გაბიცია მე 6 სართულზე ავიდე. მე ზიზღება რა ეს მინდა სართული. მე 6 სართულზე მიცხოვრობენ სულ აქ ჩედი მე 6-ზე ავიდე მე 6-ზე ავიდე. რავი, რა მინდა მართლა მე 6-ზე. მე 6-ზე მე ვცხოვრო შეჩე. მე 6-ზე კი არა ბიჭო მე 6-ზე. არა, რა მე 6-ზე არა. მე 7-ზე ვინა ბიტო იქა. ბიჭო, მე 7-ზე მე ვარ, შენ ანაირად ლაპარაკო. შენ ხარ? მერვეზე ბიჭო, მერვეზე ავიდეთ. მერვე სართულზე ავიდეთ. იმინა მაგარი მე 8-ზე შენ ცხოვრობ, ფასკა. აი ჯანდაბას არ მინდა ამ შობას ჩხუბი იყოს ავიდეთ მერვეზე ჯანდაბას. ვიდეთ ამის მერე გეუბნებით მე ზიზღება. ოღონ ამ სართულს გაუწდეთ ბიჭო, რა ვიცი, მაო რა. სადა მიუკაკუნეთ ზოგადად გავიცი. ხარ, დავაკაკუნე. ო, რაღაცა იქნება გამოვიდნენ ერთიც და ვცხადოთ. მოემზადეთ. ხო იცი, აბა ხმები. 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და ოჰოჰოი ჰოი ალილო 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და ოჰოი ჰოი ალილო გილოცავთ ქალბატონო. გენაცვალე მრავალ შობას მრავალ ალილო გილოცავთ მრავალ და ეცა. ხარით გენაცვალე. აგებსო დავჯახე ყვავით აბარაკი. ვაიმე. რაც გექნებათ საშუალება რისიც გექნებათ? აი რა შემიძლია ეხლა უცებს კბილად რომ აი ესე კანფეტები მრავალს დაესწარით ბედნიერი შობა გაიხარეთ. გაიხარეთ გენაცვალეთ. აი ესა. ისა მოდი იცით რა ეს კანფეტები გქონდეთ ამის მაგრად ფული მოგვეცით და ჩვენ რა კანფეტებს გვინდა იმას ვიყიდით იმას. ეს კანფეტები არ მოგწონს ის ვაიმე შვილო. ფული ხო ის არაფერი ქეში არ მაქვს მართლა ის შვილებს გეფიცები ერთი იყოს ბარათი ქალბატონო. გამოგვირიცხოთ TBC-იდან საქართველოს რომელიც გაწყობთ რომელიც რა ბარათი? PayPal-ზეც შეგიძლიათ გამოგვირიცხოთ. რა ბარათი? ჩვენ თანამედროვე ალილოს სასტავი ვართ ნებისმიერ. თანამედროვე კი არა ეხლა სახელმწიფო ბარათის ბოლო 3 ციფრსაც გეტყვი და ბარემ გაატარეთ ისი და არ ცხენიათ ამ ხელაკაცი. თანამედროვე ეს წერებიანი ირემი კაცი ეს დამდგარა აქ და ბერეთკი ფუი! სამარცხო ის მეორე ირემი იმას შეხედე. შობა არის ქალბატონო და აი თრი აქედან თორე შობა იქნება. მეორთა გაღარ დააკაკუნოთ. მოშორდი აქედან. აბაბიანი კაცები ეს. ფუი! გეუნე. ფუი შენ მართლა ფუ და გაროჩე ერთის მანდარინი შენ რა იყო ბიჭო ხმარო არა მოიღე ვაფშე რა არის ნო აბა რატო არა მოვიღე ხმა მაგას არ კითხულობთ ბიჭო. რატო არა მოიღეთ მომეს კაცი ჩემი ნაშა რა შენი ნაშა ერთხელ არ გამოუხედავ შენს კი რანაირად არის შენი ნაშა ბიჭო იმიტომ არ გამოუხედავს რომ ესე მანიშნა რა რომ წიკები რა მე ვიცი მარტო მე და მაგან რა რომ ესენიო მოტეხეო და მე შემოდიო და მე მთელი ღამე რა ჩერდი ბიჭო გეუნები საზიზღარი სართული არის ძმაო ავიდეთ მე 6 სართულზე იმენა ანგელოზი ხალხი ძმაო გეუნებით ავიდეთ რა არ გინა ბიჭო მე 6 აიღე რა ორი ოჯახის ორი არიან და რა ვეღარ გაიგე შენ რა გამიტყე ბიჭო ორი ოჯახი ერთი მე ვარ და ერთი ბებია ჩემი არის და რა გინა ვასკა ბოლო ეხა შენ გეუნები ავიდეთ ბიჭო გოცი მანჩესტერმა რაქნა ბიჭო ნახავ ბილეთს კი არ მინახია შენ ზოგადად ვიცავ რა რა ხალხის კაი всё ეხა აღარ გვინდა მაგ იმას რომზე იყო თამაში მან თამაშები 23 იანვარს იწყება შენ ლიგები ამასთან განახლა არ მინდა დაგაკუნება რა რატო ვინ რა ისა არიცი ვინ всё თემურა არიცი всё ფული იშოვა ძმაო ახალი მანქანა რაღაცა იქა რაღაც წოლი მოიყვანა იქ რაღაცები იყიდა მეორე სახლი მესამე მანქანა დაჩა რამე რა და ბიბლიოთეკა ძმაო სახში გახსენილი პოსტა მართლა შენ გამყოფი ხარ თუ რა იცი სულთა ბანჯო ამისი გამყოფი ხარ თუ რა იცი ბიბლიოთეკა ხო ბიჭო ამისი არაფერი არ მინდა ძმაო ვაფშე მე არ შევა ძმაო არა ნუ ამან ეხა რა პურმანიც არ უნდა დამახოდეთ რაც არ უნდა თქვა ძმაო ვაფშე რაც არ უნდა თქვა ამასთან შემსო ჩემდა თო ძმაო რა ჩაეგრე ძმაო მე მე არ შევა ვა 25 დეკემბერსა
მეც გილოცავს ბიჭო როგორ გამიხარდა გაკებდით ეხა როგორ გამიხარდა მაგავიგე რაღაც სიმღერებს და უნდა დაგვეწყო და გამოხვედი დედასპიცა ვარ ეხა ჩემთან რო არ შემოხვიდეთ აი მაგრად მეწყინება რა თან ღვინო მაქვს როგორი იცი დავაი შემოდით რა ყველა რა შემო მოდით აღარ არის დრო ეხა რა ბიჭო ძალიან უხერხულია რო არ შევიდე პროსტა რა არა შევალ და გამოვალ ეხა რო კაცმა დამბანია შენ ეხა უნდა შეხვიდე სიცხვილია შეძმა შედი ეხა თუ არ შემოხვიდე თო მეწყნია ჯოკაც ნახე როგორ შეძურა ბიჭო ეს ვაზელინი ნახე იმენა პირდაპირ აი ეს გადაისხა ვაზელინი და ოპა გამიშვითო შეხედე რა პრინციპია ნული პროსტა რა ბიჭო მაგის არის ჩემ და თავად ვინც არ შევიდეს კაროჩი არ ვიცი მაო და ეს ამას დაათრევ არილოზე ხო მალავე ვა რა კეთილი ვას კაცი შედროზე კაი იყო მომასკამი რა ხდებოდა რა ხდებოდა აიყო კაი რა გითხარი ძმაო მე შევედი ძმაო წარდა ბიბლიოთეკაა გახსნილი და ბროლის ბუები და რაღაცები ენციკლოპედიები და 1000 წიგნი აქვს ძმაო სახში აი ამ სისქები და ნახე რა ბროშურა მაჩუკა ამანტო რაღაცა წიგნი მაჩუკა თხელი პროსტა აი რა ჩემფეხებად მინდა დიდი ედა გომიდა მშვიდობა თუ რაღაც მაგრამ ის კი არ მაჩუ აი ეს თხელი გამო ჩემგან სახჩუქრად წიგნი ჰქონდეს ბიჭო ვისკი მაჩუკე რაღაცა რა ჩემფეხებად მინდა ეს წიგნიტო მაგარი შენზობას მიცავ რა ბიჭებო ეს რა მაჩუკე შენ გენაცვალე გაგიხარდა ხო ძალიან მაგარი ამაზე ვფიქრობ მეთქი აბა რაღაცა თემურა მაგარია ბიჭებო ეხლა ვერ მოვტვინე უცბად რა ვიცი რომ ალილოზე საჩუქრები რაღაცა ტკბილეულობა უნდა მოგცეთ რა კაოჩე მაგისის არა მაქვს და მოდი აგერ $100 შენ ძმაო $100 შენ $100 შენ და ჩემ სახელზე ბრატ ჩემ სახელზე აი რა გენაცვალე ბიჭებო მიყვარხართ გულში თო რადაო გენაცვალე ოქროგულში ხო დაინახე რა გააკეთა ამ ბიჭო $100-იანები გვაჩუქა ამ შუაღამაზე სად დავახურდაო რა ხვარია ა პეკინზე რა გავა ეხა თო შეძო რა უსინდისობა არის თავჯერ შობის ღამე წადი და ახურდავე დოლარები აზე ხარ არის ლარი არ ქონდა ბიჭო რას ვიზა ვიცი მე გავალ იქნება რაღაცა გავაჩერო რა რაღაცა მანქანას გავაჩერებ იქნებ პეკინამდე გამიყვანოს რა და დავახურდავებ რა და შესაც დაახურდავე მეცესაც დაახურდავე ალილოს ფულია ეგ რო ის იცოდე კონდეს ეს აღარ მინდა მე პოსტა რა არის ტელეფონი მიჯდება და შეიძლება ორი დღე ვერ ჩავთო რა და მაინც რო იცოდე მოგძები აი პროსტა ეს რა ბიჭო აი ხამას გონიან რომ შენ ეს თელე გაიღო აი ბიჭო ჯანდაბას ავიდეთ ბოლო მე 6-ზე მოიც ერთიზე მოდიში აი ლეო ხო კაი ორ წუთში მოვალ კაი ბიჭო მოდი შენადი რა კურიერმა დამირეკა მანქანის ნაწილი მქონდა გამოძახებული გაიგე და ეხა შობა მომიტანა ხო ქვევით მომიტანა მელოდია უცებ ჩავალ და 2 წუთში მეც ამოვალ რა ბიჭო რაღაცა ძალიან გავდა ეგ კურიერის ხმა შენი ცოლის ხმას რომ მოდი სარეცხი გაფინევ თუ რაღაცა თუ მომესმა შეიძლება თუ რავი მე მოგესმა შეჩემა რას მომარა კურიერმა მომიტანა მანქანის ნაწილი და რას ისულებს კურიერმა მიიწვა ტაფა მადი შეჩემა დროზე თუ დაგეწვა რა მინდა კი წადი ბიჭო წადი ფანჯები კურიერ ჩავხე ფანჯები გასაწვდი ფანჯები გულში გავწმინე ჯერ ეს ეს მაჩალკა იმენა ცოლის და ქალის კი არა რა ვიცი მაო რას გიშვებიან ბიჭო ამ სახში რამ დაგადებილიათ და მე რა ვქნა ეხა ეს სუფთა მე ამათა ვერ დალევ ის გაიქცა ვაფშე ზედაუბანში იმენა არიან თემურასთან დავიგინი არ შევალთ ხო? მაგრამ ძალიანაც არ დამიგინია. თემურ! ბიჭო, რა წიგნები გაქვს შენ? ვაი დედა სიყვარულიო ვინახრაბუნებსო ზელატოსო დედას კაციო დედას ბარტყიო დედასი ფუფუნაო მაგარია დე მომისმინე ახლა რაკენი დაწერე თოვლის ბაბუს მიწერე წერილიშვილო ნაძვის ხეზე ხო უნდა დაგიდოს დედამ საჩუქლებიო ჩუქუ მატალებიო კაი დედა რა გეხოცები რა წერილი ვიცი რომ თოვლის ბაბუ არ არსებობს რას ამბობ შვილო ო დედა როგორ არ არსებობს დედა ყოველ წელს მოაქვს დედა ვიცი რომ მატყუებს რა უბრალოდ არ მიმჩნევ ამდენი წელია რომ ვიცი ეგ ყველაფერი ვინგით რა გიორგი შვილო ვიცი რომ არ არსებობს საიდან არ არსებობს დედა ვიცი რომ მატყუებს მართლა არა საიდან შვილო რა არის ახლა იცი დედიკო ახლა თუ რაღაცა მოგატყუე ეგ ისევ შენი ბავშვური ფანტაზიებისთვის იყო ძალიან კარგი მინდოდა რომ ყოველთვის ბავშვური ყოფილიყავი და აი ეს ბავშვობად ბევრი წელი ქონოდეს
ხო დედა უბრალოდ და თუ რამე მოგატყუე დედა ის თოვლის ბაბუ იყო თუ ის კბილისფერია იყო თუ მოიცა ერთ წამით თოვლის ბაბუისნაირ რა თქვი? კბილისფერია დედა კბილისფერიაც არ არსებობს? არა ეგეც გამოგონი კაროჩე რა აღარ არსებობს აბა მართლა კაი აღარ გინდა მაგაზე გეხვეწები დედა რა კარგი გიორგი რა ვქნა შვილო კარგი მიდი ეხლა შევ აღარ გვინდა ლაპარაკი მიდი ის ფაფა შეჭამე თორე გაგიცივ და ხო გინდა რომ ლამაზი ცოლი გყავდეს დედა გეხვეწები არ მინდა ეგეთი რაღაცეების არ მჯერა და ნუ მეუნები თქო ვისა დავჭამ ყველაფერს ხო იცი ბოლომდე და არ მინდა და ლამაზი ცოლიო ხო სხვათა გინდა შორის მე ერთი გოგო მყავს შერჩეული ვინც მინდა რომ ჩემი ცოლი იყო ვინო დედა ცოლი გი რა დრო შენი ცოლია შვილო ნუ გამაგიჟე რა დრო შენი ცოლია ჯერ პირიქით ბავშვი ხარ პატარა გაქვს ცხოვრებას აი ესე ხელგაშლილმა უნდა შეხედო უნდა გაერთო ფეხბურთი უნდა ითამაშო ეზოში ორდროშობანა რა ვიცი რაღა პატარა დედა ჩემი პატარაობა გავატარე ექიმებში და სამონტყოფოებში და უკვე დიდი ვარ დედა აღარ შემილია ისე შენ მოგიკვდეს დედა მართლა რომ სამონტყოფო გაქვს გამოვლილი რანერი ცხოვრება რა ქნა გიცივდებოდა ფილტვები ქონდა სუსტი და რა მექნა შვილო აბა შენ გენაცვალი კარგი დედა მიდილა არ გაბრაზ დედა ეხლა ამას შეჭამ ბოლომდე რომ ფაფა არ მინდა ხო რა დიდი ეხლა როგორ გაბრაზდაო დაარტყი მუშტიო მიდი კაცე ოჯახსიო დედასიო ვინ არის ეზოში არ გაგიშვებ გააღებიდი ეხლა ეს თუ ართუა მე შენ ვერ გაგაოფლიანებ იცოდე ხო გამარჯობა. გამარჯობა. გიორგი გია სვეძებ. აქ ცხოვრობს, ხო? დიახ, გია. რა ხდება რა ამბავია? მოდი დედიკო, ლია გაიცანით. ლია? ბაღელია შენი შვილო თუ ვინ არის? რა ხდება? გამარჯობა. იცანი ვაჟბატონო. არა, ერთი წუთით ეხლა ვინ ბრძანდებით, მოდი დაბრძანდით და ამიხსენით ქალბატონო. რა ხდება ჩემს? იცანი? კი, ლია. გია. აჰა. ქალბატონო, არის ესეთი საკითხი. ჩემი შვილი ლია ფეხმძიმედ არის თქვენი გიორგისგან. იმე გაჩ რა? დედა რა გულიანად გამაცინა. დედა ვინ გიას გაკაცო? რას ლაპარაკო? ვინ არის გიორგი? დედა რაღაც ეს არის გოგო მე რო გეუნებოდი შერჩეული ეს არის. რას ამბობ შვილო? ამბავ ჩემი ბავშვისგან? არა რა გიორგისგან კი? არა რაღაცა გეშლებათ. რა იცი სამან რა არის ზოგადად ფეხმძიმობა. გეხვეწებით, ეთყობა შეგეშალა. არაფერი არ შემეშალა. აი შეხედეთ? კი. მაშინ მუცელი რატომ აქვს ასელიას? აი შეხედეთ? ეხლა მომისმინე გინაც. ეხლა კიდე მეცი. მუცელი ეგრე ჩემ გიორგისაც აქვს, მაგრამ ხეს ხო არ მოვკიდებ და ხო არ მივიყვან ვინმეს გარო. ბავშვი ფეხმძიმეთ არის თქო არა? კაი, დედა, რეებში ძახი ხო? რას ამბობ? არა, რაღაცებს იტყუებით, რა გეხვეწებით, ქალბატონო. შეიძლება კარი ცოტა ოფლიანი ხარ დედა. კარგი რა, ბევრს ნუ მოძრაობ დედიკო, მოიცა ეკიდა მე შარვალი. ქუდი დაიფარე. ქუდი დაიფარე და ეს შარვალი. აი წიე კარგი. აი დედა. ჯერგით. დედა. ხო, აი ესე. კარგი, მომისმინეთ ახლა ქალბატონო თქვენი სახელი არ ვიცი. მოკლედ. ჩემს და თქვენს შვილს ერთმანეთთან აქვთ ურთიერთობა. გამორიცხეთ. არა, ნუ ეს ფაქტის ახეზია და დრო მე მოვედი ამიტომ, რომ დროა რაღაცნაირად გავასერიოზულოთ და მოვაგვაროთ ეს. გამორიცხულია ქალბატონო, როგორ არის? როგორ მოხდა ეს ყველაფერი? მე არ ვიცი, იმიტომ რომ გიორგი თვითონ არ იცის ეს ყველაფერი როგორ ხდება. გამორიცხულია გიორგის წარმოდგენაც არა აქვს ამაზე. არა, ეგრე არც ამან არ იცის, მაგრამ ბავშვები არიან და ეთყობა და როგორ მაშინ? თამაში ეთყობა რაღაცნაირად მივიდნენ ეთყობა ამ როგორ აი მეც არ ვიცი ისე გაკვირვებული ვარ მართლა არ ველოდილიასგან ერთი წუთი დარწმუნებული ხართ რომ ჩემი გიორგი მამაა ამ ბავშვი აი ხლა რას კადრულობთ თქვენ არა რა ვიცი გენაცვალე ბავშვმა არის ის არაფერი ის კი არა საკოცნოობა რომ მიდიოდა ტელევიზორში თვალებზე ხელს ვაფარებდი თვითონაც სამჯერ აიფარა ხელი არა ეგრე ליაც იფარებს ხელს მაგრამ ნუ დედა გეხვეწები იგებენ რაღაცნაირად ხო არ გინდა დედა სულ არ ვიცოდე და უბრალოდ ბუნების წინააღმდეგ ვერ წახვალ იმ ორგანიზმის სიმხურვალეს სადაც შიგნიდან გამოუყოფ მაგას ვერ შეეწინააღმდეგე რთულია დედა უბრალოდ ძალიან რთული აი უცბად ცხელა აი ცხელა რა მაჩვენე დედა ხო არ გაოფლიანდი ცხელა დედა არა კაი კუც მოძრაობა ქუდი გეფაროს მოკლედ რა ვქნათ ერთი წუთით რა ეხლა უნდა გავიაზრო ეს ყველაფერი რა. არ და წარმოუდგენელია მართლა. ყავას დალებთ. ყავას დავლებ კი. და ლია
ლია ყავას? კი, არა, ლია ყავას ვერ სვამს. ბუნებრივზე მყავს. რას ლაპარაკობ? უკვე ამდენი ხანი? აი ესე ჯანმრთელობისთვის არის. სასარგებლოა ძალიან. ძალიან, კი. იმუნიტეტს აძლიერებს. რა მოვახერხოთ? გიორგი შვილო. ხო დედა. გიორგი შვილო, მე არ ვიცი ეს რა როგორ მოხდა, მაგრამ გეტყვი იმას, რომ შენ მამობისთვის მზად არ ხარ. დედა მზად. არა, გამორიცხულია გიორგი. მზადა ვარ, დედა, დიდი ვარ. როგორ ხარ შვილო? ბავშვი ხარ ჯერ, რანაირად ხარ მზად? მზადა ვარ, დედა, აბა რა გინდა, მითხარ. მოდი აქ. გიორგი, ხა მომისმინე, წარმოიდგინე, რომ შენ შვილი ყავს. წარმოიდგინე, რომ შვილი კაი, ყავს. წარმომიდგენია, და PlayStation-ს თამაშობ. ამ დროს მოვიდა შენი შვილი და გეუბნება. მამა, გადაჭექი რა, მე უნდა დავჯდეო. რა სიზავ, გიორგი? რაღა ფლეიზა არ დავსვავ, რატომ მეტყვის? არ მეტყვის მაგას ჩემს, ვერ დავსვავ. წარმოიდგინე, რომ შენი თოფი აიღო, ხო იცი ტყუებით, რო დამდევ ხოლმე, დედიკო. 4 ცალი აიღო და ბავშვებს დაურიგა, თანაზოს ჩაიტანა, ობარას თამაშობ. ვერ აიღებ, დედა, ის არ მივცემ, რატომ მივცემ? ჩემ თოფს რატომ? ჩუქუ მოტერებს. კაი, არ მივცემ მეთქი დედა, არავის ჩემს ათამაშოებს. მაგაზია ლაპარაკი შვილო. არ ხარ მზად მამობისთვის და დავამთავროთ აქ დედა, ლაპარაკი. მომისმინე, გეხვეწები, არაფერ შუაში არ არის ეს სათამაშოები და ეს უბრალოდ დიდი ვარ დედა უკვე, მინდა რომ ჩემი ოჯახი მყავდეს, მინდა რომ ეს ადამიანი ცხოვრების ბოლომდე ჩემთან იყოს, ოჯახი რო შეექმნას, შვილები რომ მყავდეს, ვიმუშაო და ტკბილად მინდა რომ დავბერდი ადამიანთან ერთად უბრალოდ დედა, ერთად მინდა რომ ცხოვრობდეთ. რამდენი ხანია შენ ახლა დღეს ფისი არ გიქნია? აი ესე იცი სულ. აი ესე იცი. ესე იგი ფეხი აქ ესე გადაჯვარედინებოდა. სანამ არ ვეტყვი რომ გიორგი შენი იკავებს. მოისაქმე. მანამდე აი მე ზუსტად. ეში სამჯერ ბატრიანი შეშარბლებს სარიცხის მანქანაში. ზუსტად ჩემი ეგრეა. გაჩერდი გოგო. სანამ არ გადათეთრდება სახეზე კი ვერ იგებს რომ ტუალეტში უნდა შევიდეს. მე ვეღარ გამომყავს რო შედი. დედა, კარგი, გოგო, კარგი. გიორგი, ერთნი ხართ თქვენ უკვე. მოაწონე თავი, ხა სხვანაირად. დედა, თავი დამანები, ხა მოუწონო არის ედა სამგოგოს და არაფერს არ იმასვით შენ. არა, სხვანაირად რომანტიკა მეტი. დედა, გთხოვ, ეხა არ არის მაგის რომ მოუწონო არ მეთქი ისე და. გიორგი, დაიწყე შვილო რო გეუბნები. გადმოდი. ლალი, ჩემო ლალი. ჰა, რაო, ჩემო მანანა. ეგ თოჯინა დედა შენმა ჩემთან გამოგატანა? ხო. რასაბძანებ ვაჟბატონო? არაფერსაც არ მოგცემ. გინდა ისევ გააციო, ისევ სურდო გადასტო? ხო, ცოტა რითმა აგვერია, მაგრამ არაუშავს, გავაგრძელეთ. რადგან ასე მეუბნები, რადგან ასე ძალადობ, მაჯავრებ. დამიბრუნე, ჩემი ვაშლი გუშინ წინ რომ გაჭამე. ხო. არაფერსაც არ მოგცემ. იმ ვაშლისთვის დაგავიწყდა, გლოყაზე რომ გაკოცე. მე რომ წიგნი მოგიტანე, კარგი წასაკითხავი? მე რომ მოგარჩინე, ექიმი რომ ვიყავი. მე რომ შენს თოჯინას გავუკეთე ნემსები? მე რომ წაგიკითხე. დიდი გრძელი ლექსები. როგორც ხედავ ქალბატონო, უმადური ბრძანდებით. დაგავიწყდა? გუშინ წინ რომ მოგიტანე ბაფთები. არც თოჯინა. მინდა შენგან, აღარც შენი ვაშლები. ბუტე გაგებუტე. აღარ გეთამაშები. ბრავო, დედა, თუ მე შორდები, არ მაინტერესებს. რატო, დედა, დედამეტავ თოჯინის გამო აღარ იმაშება, ამის გამო თუ გამებუტა, საერთოდ არ მინდა შენთან ურთიერთობა. ლექსია, სიმართლე არის მაგლეში ყველაფერს, საერთოდ აღარ მინდა. თოჯინა, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. რა თოჯინა, შვილო, ბაფთები ხომ მოუტანე, მოხდა ხომთო შენ. გიორგი, მიეცი ეგ თოჯინა. გამორიცხე მე წავედი მე. არა მინდა რომ ჩემს თოჯინას ვირუსი გადასწო ადამიანს. ვირუსი, გოგო, ქუდი დაიფარე. დაიფარა ხო გაგშენ და იმით ითამაშე მიეცი ბავშვი. ზეჭხობობე. გათხოვება კარგია. დედა. ბახში დროზე ჩაიჭი. სანდრო, ერთი კამე. აი მე რა იყო? რა
მიდი ესენი სანდრო აიღე შენი ისინი რა. რატო იმას სანდრო თუ მოვედი სანდრო რას გიზა ვიცი? ალექსანდრა მიდი ახლა ჩემი მეგობრები უნდა მოვიდნენ. გეხვეწები ჭკვიანად რა ჩემი კლასელები არ მინახავს. რამდენი ხანია? მიდი გაიყანე ბავშვი. წამო. ერთი წუთით რა. მოვდივარ. ჩემი გოგო. სანდრო გადი რა დედა გეხვეწები რა ეს მამა შენის მაიკა წაიღე რა პატარა იყო გახსოვს ბოლოს რომ საყვარლები გაიზარდე ხო ალექსანდრა მოდია ეს რატო დააგდე ნერვებს რატო მიჩნი გოგო რატო მიჩნი ნინო მიდი ხა დროზე ეს მამა შენის ოთახში შეკეცე აუ თაც მოდი ცოტა ხანი მოგისხდი და მოგვიყევი როგორ ხარ აშვები მოგვენა კარგა რა ვიცი ოჯახში და რაღაცა ძალიან ბედნიერი ვარ იცი იმიტომ რაღაცა აი მე ვფიქრობ რომ აი ნაადრევად შექმნილი ოჯახი არის ბედნიერება აი რაღაცა ადრეულ ასაკში დედა ხდები თანის ბავშვები ჟრიამული ხო ხდები ძალიან საყვარლები არიან ყველა და აი ესე ბედნიერად ცხოვრობ თქვენ აშვები გადი თამაშო მიდი რა ის რა ქვია აი აი გადახედე რა ლაშას მუსიკები უნდა ეყაროს მომეცით ასაქმეს გავაკეთებ არა ეს არის მარტო თან გავაუთებ შედი ნინო შედი შეიყვანე ბავშვები წამო მე რამდენად მითხარი არ გავახუტებ გოგო ой მოდი ძალიან ბედნიერი ვარ და კარგად ვარ ქერაში დაჯექი მოდი რა გოგო რაღაცაზე მინდა რომ დაგელაპარაკოთ რაღაც რჩევა მინდა თქვენგან და მაგიტო მოვედი ვარსა რა რჩევა რაღაცა მჭირდება რა რჩევა მოიცადე ის რა ქვია სანამ იმას დაიწყებ რაღაც ვიყავს დალებთ კი მე შაქრით უშაქრა მინდა მე შაქრით ნინო ეს გადააგდე ნინო გეხვეწები გოგოებს ის რა ქვია უშაქრო რა ორი ყავა უშაქრო მოუტანე რა აი მიდი ხო მოიცადე თაც ხო გოგო მოკლედ გოგამ თხოვა ხელი არ ვიცი რა გავაკეთა არ გათხოვდე აჰა დედა ყავა არა უნდა გათ ნინი რა არის ეს ყავა ნინი სათამაშოებით რატომ მოიტანე მე დედა ყავა ნინი სათამაშოებით რატომ მოიტანე ნინი რა გოგო ნერ ეწოდოთ რა არა მოიცადე გააგდეთ ახლა მოვიტან და არა მოვიტან მათ არ შეწუხდე რა მოვიტანე ისწოდით ხო აი ხადა მოკლედ რა ვიდეო რატო არ გავთხოვდა რატო არ უნდა გათხოვდე შენ კიდე და ვერ ხედავ რატოც არ უნდა გათხოვდე არა ძალიან კაია მართლა იცი ატემპტა რო გათხოვდები აი მართლა გეუბნები აი ჩამარდები პატრონს და დაისვენებ ძალიან მაგარია თათე შენ დასვენებული ხარ კი ანა კი ძალიან მაგარია მართლა გეუბნები ხო კაი შენ კაი თათიას შემითავი აი მიდი გაგზეთ გაგთან ბოსტონს დავჭირდა მომისმინე ანუ რო გათხოვდები ცია და გაითვალისწინე მან დამთავრდება შენი თავისუფლებაც შენი ყველაფერიც და ქმარი როგორია ხო ისი კაცები საერთოდ ძირითადად როგორია ნასკი გამხადე არა ეხლა ანა გეხვეწებით რა მას ეს არა არ შეგაშინა ჰალო მოდი ერთი რა მოდი ერთი ნასკი გამხადე რა ხო მიდი მასი არ არის ანი მიხდი მართლა არ არის შენ თასპიცა ვარ იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურია ეგ სანდრო გაიგანე რა გითხარი სანდრო ხოდა ხო კაი ეს არ არის ინდივიდუალურია ეს მაგრამ სამაგიეროდ მისმინე კაცია მაინც კუჭზე გადის ყველაფერი მაგათთან და მოუნდებათ მე საჭმელი გააცხელე საჭმელი რა გვაქვს ანა არ არის სანდრო რა შეკეთე აი ბავშვია სანდრო რა საკეთებ სანდრო რამდენჯერ გითხარი მე შენ სანდრო რამდენჯერ გითხარი მოგარტყავე ხა ესე ჩეხედი გადეკია აიმე მოდი აქ ნორმალურები ხარ ჰალო საჭმელი გვა აკი კორმან
ნინი აიღე. გააცხელე. ნინი აიღე, სანდრო მოისმენი, გაცხელებულია რომელი ბორში? არ აქვს მნიშვნელობა, გააცხელე. კატლეტიც არის. არ მინდა, ყველაფერი გააცხელე, გამოვა. კაი, მზად არის. აი, სარი ოჯახი და ბედნიერება. გადი ბიჭო, გადი იქით დროზე, გადი. ისე შვილო, შენც გაიქეცი თორე. გინდა ეს. აუ, არ ვიცი, აი შოკი მაქვს მართლა. შოკი კი არა ის გიქნება მე. თათი. თათ. გოგო, ძალიან საყვარლები არის. დახმარება ხო არ? გოგო არის რასასურია, ყველაფერი მზადა მაქვს. თაიცი რა არის ახალაზე დავფიქრდი იქით რა გავედი რა. ქმარი არის ადამიანი. რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხარ. ანუ შენი პრობლემიანად. ანუ ხოდები გიხუტებს და გეფერება და უყვარხარ. დენდობი. ხო, ნატაშა ძვირფასო გინუცო. ხო, 2 საათში გამოვალ რა. სანამ მოვალ რა გაცვლით. დაბ. ზევით? აუ მე რო გიყიდე ხო? ნატაშა ვინ არის? ხო, ცოლი დაეკიდე კაცო რა. კაი, ნახავ საათი. კაი. ანუ ვის აპარაკებ? ნატაშას. ვინაა ნატაშა? ანუ აჩოტები უნდა გაბარო ახლა ვინ არის ნატაშა? თუ რა გინდა გამაგებინე? არა ხო, მაგრამ ვინ არის ნატაშა? ვინც არის ნატაშა, ის არის ნატაშა. რა მნიშვნელობა აქვს? სად მიდიხარ ანუ? არსად არ მივდივარ ამ ეტაპზე, საჭმელი გამიცხელე? გაცხელებულია ხო? დაასხი და მოვალ. დასხმულია და ნატაშა ვინ არის? დაასხი საჭმელი და მოვალ. ანუ ვინ არის ნატაშა? აი, თათი. ხო და ანუ იმას ვიზახი რა ქმარი არის ყველაფერი და როცა შენ ქმარს უყვარხარ და სიყვარულია ეს არის ნამდვილი ოჯახი. და მოიცა გათხოვდით სია და ამოისუნთქებ შენ ხარ ფიცავარ. ამოისუნთქებ. სანდრო! რა გინდა? მოდი ეხლა და აიღე შენი სადამარჩოები სანდრო! ის რაფია, მაინც ფიქრობ, რომ ანუ მაინც გართობა მიყვარს, რა კლუბები, გულაობა, ცეკვები, რაღაცა, ანუ ჯერ არ მინდა ეს ყველაფერი ალბათ. კლუბი არ სწორებს რა. კლუბი მაგარია, თან გაიხსენი ახალგაზრდობა. აი, ისა, ერთი წამი ჩვილო, აი. ნინი გაიყვანე, ნინი, ერთი წუთით ხო შეიძლება რომ ამომასუთქო? ძალიან გამკრებია თქვენი, იცი რა კლუბი ხარ ვაფრეთ ხო? ანუ კლუბში რანაირად უნდა გაერთოთ აი ამ ხელაგოგოები. კაი, დავუშვათ ხო აი? ახლა ხა წარმოვიდგე რომ მივდივარ, შევედი კლუბში. თვალები დავხვიჭე რაღაც დინც. ხო. მაგარია. კლუბში წინტიპია, რას დალევ მეკითხება. კონიაქს, შენი სახელი? თათია თქვენი? ხმაური? მუსიკა? მიდი, აია. აუ შარვალი დააუთოე? დააუთოვე შარვალი. შემომიტანე. მოდი წაიღებ გოგოებთან ვარ. არ მაინტერესებს, შემომიტანე შარვალი. მიდი, თათი. შარვას მივტან. უბეში გახეული რატომ გაქვს? დაკერე მე, წაიღე და დაკერე და მომიტანე. და თახტები ხო? აუ რავია. თათი მოდი 2 წამი ჩამოგვიჯექი რა. გეხოწები დაჯექი მართლა ცოტა ხანი რა. 2 წამი ხო კაი. თვალები ესეთი ამოღამებული და ჩაშავებული რატო გაქვს? არ გძინავს საერთოდ ბოლოს როდის დაიძინე? კი, გოგო, როგორ არა? 3 დღის წინ 3 საათი მეძინა, იცი რა მაგრად? ვაუ, 3 დღის წინ 3 საათი. კაი, ხო, მოკლედ კიდე ერთი ამბავი მაქვს, ისე რომ იცოდეთ, შეიძლება გაიგეთ უკვე. რა? ეკუნა რო ქმარს გაშორდა. კარგი. რაღა რატო გოგო, რაღა რატო გეხვეწები? ანუ ყველაფერი ეკუნაზე იყო. ბავშვობის მოლა, წაყვანა, წამოყვანა სკოლაში, საჭმელი, გაკეთება, ეს თავის ქმარი ხომ თვრალი მოდის ყოველდღე მოდიოდა და აი რა ვიცი, ერთ ამბებში იყო, არაფერში არ ეხმარებოდა საერთოდ, ანუ ფინანსურადაც არ ეხმარებოდა, საერთოდ არაფერს არ აკეთებდა, ეკუნაზე იყო ჩამოკიდებული ბავშვები, აი რა ვიცი, ყველა და ბოლოს დააგვირგვინა საერთოდ უღალატა. კაი, გოგო, რა სამბობ? და რა მაგის გამო ეკუნა დაშორდა? როგორ მეკუს ისი ხალხო თქვენი? და თქვენც ხარსობავთ, ხო? ეკუნას. ხო, აფრენდ. ანუ ეს აშენებული. ეს
აი ეს აშენებული ოჯახი ეკუნამ ესე მარტივად დაანგრია თქვენ აფრეთ ხალხო ანუ რა მოხდა უღალატა შენ კი ანა რა მოხდა შენ მაქმარმა რო გიღალატოს რა ხო რა სიზამ სიზამ შენ მაგ დროს ამიცია დიდი ამბავი მთავარია მე არ გავიგოთ არის დიდი ამბავი ხა კაცმა სადღაც ერთხელ თუ რაღაცა გაიქცა და რაღაცა როდის შეგეცვალა ეს ფსიქოლოგია ოჯახის მართლა არის თამახოდა და თავობა ბავშვმა გაიღვიძა შემოვედი 2 წუთია გამომართი დააძინე აუ გთხოვ 1 წუთით რა გიხვეწები რა 12 წელი არ მინახავს გოგოები ცოტა ხანი წაიყვანე დააძინე შენთან რაში მაინტერესებს გოგოები რამდენი ხანია არ გიქ შენთან ვარ ცოტა ხანი რა არ მაინტერესებს ეხლა არჩენი დაქალები და არაფერი გავდივარ მე რა მოდი ერთი წამო მომისმენ ხვალ ხო ის ექსკურსია აქვს ბავშვებს კატლეტი არ მაინტერესებს გოგო შენი ექსკურსია და კატლეტები არ მაინტერესებს გოგო გეუბნები რა დედა ხო ხარ და მიაქციე ბავშვს ყურადღება და კატლეტებს ხო ნახე 1 საათი და არ მაინტერესებს 1 საათი ვერ დაგასწრე მე უნდა დავალაგო და გასასვლელი ვარ არ მაინტერესებს ცოტა ხანი არ გახვიდე დაურეკე ნატაშკა ვერ დაურეკავ ეს არ დაურეკე და უთხარი რომ გეხვეწები შენ სიცოცხლეს 1 საათი არ მაინტერესებს ფეხებზე მყიდია შენი კატლეტი რატო ვერ გავა არ მაინტერესებს შენ თავთვის არ მაინტერესებს 12 წელი არ მინახავს 2 საათი არ მინახავს ნატაშა გასასვლელი ვარ კარგად აუ ხო გამავიწყდა რა შენი ნომერი რო დაუტოვო რა ბოდიში არა არაფერი ბოდიში არ გინდა რო დაუტოვო ნომერი რა სულელია მე მაგ მოგწე მეკობრულა აი ეს არის ჟრიამური ყოველ დღესე ვართ ოჯახში ხო და ნინი მოდი ერთი წამი ნინის შვილო მოდი ერთი წუთი წაიყვანე ეს წაიყვანე დაჯექ ცოტა ხანი გამოუცვალე რა ნიკ თხოვ რა დაჯექ ცოტა ხანი და როდის ისვენებ გამაგებული გოგო ვისვენებ კი სულ ვისვენებ როდის ისვენებ ანუ ბავშვი რო რა ვიცი ძინავს ბავშვს თუ როდის ისვენებ არა გოგო ელის არ ძინავს საერთოდ არ ძინავს ხო ისი ვაფშე არ ძინავს არ ევასება ძილი მაგრამ აბა ბაღში რო არიან და სკოლაში? არა, ალექსანდრე საერთოდ ბაღში არ დადის, სულ მიცედება და სუცხური გასდის და არაზოს არ დამყავს ბაღში. აბა როდის ისვენებ შენო? რა ვიცი გოგო. გოგო, ხოთიშოს კვირაში ერთხელ სულ ვისვენებ, იცი რა კარგად? ანუ კვირაში ერთხელ სუგული მიმდის და გადასხმა მიჭირდება. ბურჯდები და წინა კვირას მაგალითად რო წამიყვანა. დედა ჩემო ერთი კვირაში ერთებული ვიყავი, პაპარაძე და ძალიან გამოვიცი. ისეთ გასიებული მოვედი. ხან აირონი რეანიმაციაშიც მოვხდი 1-2 იქაც კარგად დავისვენე. და როგორ ვისვენებ ხოლმე კარგად. მართლა ძალიან კარგად ვისვენებ. მართლა ვისვენებ ხოლმე. თქვენ სოცხოს ფიცა ვარ. და ზოგადად ის რას ვიტყვი რომ ანუ გათხოვება და ოჯახი მართლა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ოჯახი არის სიწმინდე, შვილები ძალიან ანუ მრავალშვილიანი დედები ყოველთვის არიან ბედნიერები. ოჯახი სადაც ჟრიამულია, სადაც მხიარულებაა, სადაც ბავშვების ჟილხივილი ისმის ის ყოველთვის არის ღვთისგან დალოცვილი ოჯახი და მე მინდა რომ კიდე მყავდეს დამატებით 4 შვილი, ანუ 8 შვილი მინდა. მე მინდა რომ მრავალშვილი. სადრო გადიიქით. გადიიქით ნინი რაში? ის ბავშვებო რა. გაიყვანე. გადავწყვიტე რა რომ აღარც გათხოვება მინდა, აღარც ქმარი, აღარც შეყვარებული, აღარც არავინ და დროზე ხვა. აი აქედან გავასწროთ. კარგად თან, იმედნიერე ნახვამდის კარგად. მოდი, გადით იქით. სია რატო მოდით გოგო? ძან გადით იქით. დამლაგებლების ჩხუბი ობიექტის გამო ისე მართლა რამდენი ფული ქონია ამ ბაითის მეპატრონეს? ნაგავიც კი მდიდრული ქონდა გარეთ რო გავედი, სულ ბაგეტის ნამცეცები ყრია ქალო. თამილ შენ სეიფები არ გინახავს თორე მაგას არ იტყოდი, მაგრამ შენ ბაგეტების ნამცეცების და პრიუსების მეტი არაფერი გაინტერესებს რა. რა გინდა ეხლა? რა მინდა კი არა. კაროჩე ნერვები მაქვს მაგარი მოშლილი რა. იმენა ყველა ფული იშოვა ჩვენს გარდა რა. აუ როგორ მინდა რომ კიბერსფერო ავითვისო მაგრად თან. აი ამ დამყალ ცელულიტების გროას ეგრევე სარეცხის მანქანად დავაპროგრამებდი. კარს პირის ადგილას გავუკეთებდი.
და ეს ჩვენი დამპალი, გამოყენებული კილოები მინდა რომ აი ესე რიგრიგობით შევხარო ამ ნელით გარდაქმნილ სარეცხის მანქანაში. მერე 1400 ბრუნზე დავაყენო. იტრიანოს კარგად. და რავი რა. შრალი რეცხვის რეჟიმზე იყო ჩართული. ზენა დღეს რა ხჭირს? ვაფშე ხოძეა ხარ. უფრო კაი ფანტაზიის უნარი გქონა რა დაგემართა. დაჯექი მოდი რაღაც არ მომწუხარ, ამა დაჯექი. ხო, მართალი ხარ, რაღაცა ვერავარ ხოძე რა. გუნებაზე ვერავარ რა თვითონ რა. რატო იქნება ხოძე და გუნებაზე? ნელი არ შემოსულა და ზინეიდინა არ უთქვამს და მომეცი რა. მაგარი ხარ თავისი. ოე, ფორდ ჰიბრიდ. შენ ვინმეში ხوار გენშლები, გოგო? შენ ხო არ გინდა იქ დამპალი კაბილები ამოგაცალო და მეოთხე თაობის პრიუსის წამპალი ელემენტები დაგიყენო. რა უნდა ქალ ლითიუმები, დამასრულებინე. ლითიუმები. რა უნდა? ეგეთიც არაფერი მithავს. ოე, უჭყებო. რა შვრებით ეხლა საჭყელო თუ ალაგებს ვერ გავიგე რა ხმაური. მე ჩემო ფერია ძალიან მომენატრე. აჩა მეხუტები? მე წადი ქალო იქით რა უნდა ჩაგეხუტო ქიმიური ნივთიერებებით გაქვს ამოვსებული ეგ ორგანიზმი. წადი იქით არ მომეკარო. გამოდი აქე დაალაგე დროზე. ხალბატონონელი, ისე ესეთი შიკარნი ბაითი საიდან დაითრიეთ, რა? ვაი. მადონა. ხო. მომისმინე ეხლა შენ. მე ყოველთვის გისმენთ. სული გავყიდე იმისთვის რომ ეს ბაითი დამეთრია, გაიგე? 59 წლიანი ტენდერი მოვიგე და მეტი არ მინდა ეხლა რომ აქ რაღაც არეულობა დამახვედროთ. ხო, თქვენ მაგწლებამდე ვერც მოხვათ, ვერც იცოცხლებთ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ ვიცოცხლებ, იმიტომ რომ კაი გენეტიკა მაქვს და ვარდივით გაფურჩკნული ქალი ვარ. დაალაგეთ, მიდით, რას მიყურებ, შენთვის ლაპარაკობ მე. აი, ღმერთმა დიდხანს დაცოცხლო ხალხო, შემოვალიცოდე დაწყრიანებული იყოს. გაიცი? მიდი ფერია, მიდი, გაცილებ. ვიცი ისედაც რომ ფერია ვარ, ჩემი თავმოყარეობის ამბავი ხო არ დაგვიწყებია. როგორ ფლეზის ხება ეს დამპალი სულის მყრახად საყროლებული არსება. როგორ მინდა ერთხელაც ჩაძინებულზე გამდიდრებული ურანი თავქვეშ ამოუდო და გაღვიძებისას ნახევარი თავი დამდნარი კონდეს. როგორ მინდა მერე მიქსერით ეს დამდნარი თავი ლამაზად დავთქვიფო. საწრუპი ჩავადო ესე ლამაზად და ესე ნელა შეიკივით მივირთვა. ვაუ, ქალო. აი ესეთი ზინა მიყვარს რა. ზინა is back. აბა რა. Tu will back, tu როგორც არის, აი ვის უნდა დაუდო ურანი, ქალო, ხა? აგაოხრებ ურანი ვიცოდე, მესმოდა ყველაფერი. რა დღეში ხარ შენ? ჩემზე იძახდი მაგას? არა, ნელიკო გამაფრინე. აბა ვიზე იძახდა? იმაზე, ხალო, რა გქნა? ვიზე? მიდით ეხლა დაალაგეთე. ნუ მიდეთ მოვიშებოდი ეხლა და დაიწყე დაალაგება, იცოდე საღამოს შემოვალ და შევამოწმებ როგორ იმუშავა. ახლა ვერ ხალბატონო თამრო. ერთი წუთით რა ხდება აქ ვერ გავიგე. ჩემ სამფლობელოში შენ რა გინდა ერთი? თქვენ ვინა ხართ? რას ქვია ვინა ვარ? ვინა ხარ ქალო? შენ თვითონ ვინა ხარ, ხო? ვინა ვარ და თამრო ვარ თუთაბერიძე, მფლობელი კლეარ თაუნისა და მე პატრონე ორი მონისა. ეს ვარიკოზული ვენებით გამოტეხნილი ფეხები არავის არ მოჭამო თამრო თუთაბერიძე. ხო მაგრად უთხარი ქალებო. ვისთან ახარ შინო? რაღაც მითამაშებთ აქ. გამოდი ერთი ათეთ. შენი არავის ეშინია, რაღაცა გაბღენძილო ქალო შენ. ერთი წუთით მომისმინეთ რა. თქვენ ეთყობა ჯერ კიდე ვერ ხვდებით ვისთან გაქვთ საქმე. მე ვარ თამრო თუთაბერიძე, მეცახელად მკერდოვიჩი. და ჯერ არ დაბადებულა ადამიანი, ვინც მე საქმე ამახია. ან თუ უცდია საქმის ახევა, აქეთ ამიხევია სახე და დომესტოსის დახმარებით მყარის სახიდან სითხეთ გადაქცეულა. ეხლა აქედან ნახვიეთ სანამ დრონებით დაგბომბეთ, გაიგეთ? ერთი წუთი ჩააქრე ქალო ეგ ემოცია. და გაიმეორე რა ვინ ვარო? მიდი. თამრო თუთაბერიძე, მეცახელად მკერდოვიჩი.
ეს ზედმეტსახელი რას ნიშნავს? ანუ კერდოვიჩით რას გვეუბნები, რაო. მამა ჩემს ქონდა დიდი მკერდი და აი ესე შემარქვეს კლიჩკა. რამე პრობლემაა? კერდოვიჩი. აი ხლა მომისმინე. მე ვარ ნელი ჩივჩიური და ამბაიც ვალაგებ მე. და მარტო ამას კი არა, ვისაც ჩვენი დანგრეული არ მოწოს და იმის დალაგებული რო ამბობენ. აი, ხო გაგიგია? აი მაგასაც ვალაგებ. იცი რა, ჩვენ Cleartown-ს არ გვაინტერესებს ანდაზები. დაალაგე გოგო, შენ დაიწყე. თამრო. ხო. დაგწვა ვიცოდე. რაზიზა? დაგწვა. სარეცხივით დაგრეხავ, ხალო. მინდინელი. დომესტოს ჩაგისხავ მუცელში და ავაკაფე. მაგარი ხარ. სველი სარეცხივით გაგწურავ, ხალო. პერსას რუთ შეგიწოვებ ტვერთან ერთად. გლადებს ამოგიპილასოსებ, ხალო. აუ შენ გაჩერდი რა. ქალებო, აქ სისხლი დაიღვრება. აუ ეხლა გარბატონო ეგარ მომაწმენდინოთ. მიდი კაცო. აი ხა ჩაალაგეთ ბარგი და მართლა ახვიეთ აქედან რა. არა, ერთი რაღაცა უნდა მოვილაპარაკოთ. ალაგე. მადონა, სად მიდიხარ, ქალო? რავი ახვიეთო და ავახვიე ჩანთაში ყველაფერი ძირფასი რაც იყო მოსაპარი ჩავდე და რავი ახვიეთო და ავახვიე. კარგი ქალო, მოიცა ქალო, ამოალაგე ეხლა დროზე ეხლა სად მიდიხარ ვერ გავიგე? არა, სწორ შვება რა, დაუჯერეთ. ჩაალაგეთ აბარგდით და გაბარგდით აქედან ეხლა ჩქარა. აი, ნიკო, რა შეგვჩება ეხლა? ერთი წუთით. სტოპ, ორ წუთიანი თათბირი ჭირდება ჩემ გულს. ერთ წუთში შეგეხმიანები. მიდი, ჩავფრთხა. ქალებო, ნერვიულად მიცახცახებს ყველაფერი, რა გავაკეთოთ? ნელი, ჩვენ აქ ავართ, ნუ ნერვიულად ნურაფეზე, მოკლედ გეგმა ბ არსებობს. რომელი? დავიჭერთ აი ამ დამპალ ხალს, გავკოჭავთ, გამოვხადროთ ყველაფერი და გამოვფიტოთ ყველაფერი, გამოვაცალოთ წელები. კაიო. მე კიდე რამე დავამატოთ? კი. ეხლა რა შეიძლება კიდე? ისა ქალო. ქალო, ესე რომ გავაკეთოთ წელების მაგროთ, ხსნარები რომ ჩავასხათ და რომ გავკეროთ? უიმე. ძალიან მაგარი ხარ შენცო. იცით ქალებო, ესე უცებ რანერად მოხაზეთ ეს გეგმა? ანუ არა, ესე უცებ არა, რამდენიმე თვეა ჩვენ ამ გეგმაზე ვმუშაობთ. უბრალოდ სხვა დამპალ ცელულიტების გროვა ნაბ***ს ეკუთვნოდა ეს. ეკუთრის მარე ეს ცოდო არ არის, რავი აბა. ნელი, საქმეს ვიხედე და. მადონა, რა საფიქრობ, ქალო, რაზე ჩაფიქრებულ ხარ? ვითუნი ნელიკო. რა სიცვლი? ორი თირკმელი, ერთი გული, ფილტვები, ანუ რაღაცა იყოს ნაღველიც გამოდგება, იქ ღვიძლი, მოკლედ $650,000 ორივე. $650,000. უბრალოდ ნაწილებად უნდა დავშალო. აუ ერთი წუთი შენ მოდი რა. მე? მოდი. მიდი, რისი თავი აქვს? დაცვა გააძლიერეთ მხარე. რა ხდება? შენ ვინა ხარ? ო, შენ ვინა ხარ? მე ვინა ვარ? ხო. დომესტოსების დედოფალი. უნიტაზების ხეხვაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ქალი სახეხი და ქალი პოლის ჯოხი მადონა ჩიმაკაძე. აი ეგრე. ისაა ეგონა. ესე შენ კაი დაქეკილი ვინმე ჩანხარ და გადმოდი ჩემ ბრიგადაში. გადმოსვლა თუა, მე შემიძლია გადმოვიდე, ხომ პრიუს თუ მომცემთ. შენაირები მყავს არ მინდა. ჰა. სამმაქს დევიხარ, გაგიგე. სამმაქს გადაგიხდი რამდენსაც გიხდის და გადმოდი ჩემთან. ჰა. სამმაქს გადამიხდი? ხო. კაო, შენ გონია მე მოჭრილ ხელფასზე ვმუშაობ ნელიკოსთან, ჰა? მე თითობინიდან იმდენს ვიღებ არც დაგესიზმრება. აქ ყველა კარა და სურპრიზებით არის. კაი, აღარ მინდა დაილაპარაკი. მანაც ოქროსფერი სურპრიზები და სვანი ქაღალდები. გაი, ეგ ალბათ. მოკლედ, ადექით და წადით ახლა მიხვდით რა, ეს არის ჩვენი ობიექტი და ჩვენ ვალაგებთ. გაიგეთ თუ ვერ გაიგეთ. რაღაცა არ გესმით, მე მგონი თქვენ ნორმალურად მოდი რა
მიაყენე ნეტა ერთი რას ალაგებს საკუთარი ცხოვრება ვერ დაგილაგებია შეუმაქნისო შენა რა საკუთარი ცხოვრება ვერ დაგილაგებია რა ხუთჯერ გათხოვდი და ხუთივეჯერ ქმარი გაგექცა ერთი შენ მე მასწავლი იცნობ ნელიკო როგორ არ ვიცნობ იმიტომ გამექცა რომ ხასიათით ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს თორე ხასიათით კი ვერ შეეწყვე გალო სახს არ ალაგებდი და ბიძური ქალი ხარ ჩემზე ამბობ შენზე ვამბობ ჩემზე ამბობ შე ბეწვიანო ქალო შენ ზამთარ ზაფხულ ერთი და იგივეს ბეწვი რო გაცვია კავკასიური ნაგაზივით წადი ქალო აცრა გაიკეთე რა მე სოფი არ გადა შენი ენა მოსწრებული დედავატინო შეთუბერ მოსარტო გაგიგია ქალო ერთი წუთი დიფინო წიხლის ქვეშ მართლა ერთი წუთი ტელეფონი მირეკავს უპასუხებ და ხო კარგად უთხარი მაგარი ხარ ხა გოგი რა გაუშვი სად გაუშვი შენი ძოლი გუდაურში ვაიმე ამ ზაფხულში გუდაურში რატო გაუშვი რამეს არ მიხვდეს ბიჭო მე უნდა წამიყვანო ზღვაზე რატო კუპანიკებში გინდა ვნახო ბიჭო შიშველი ძიკი პლაჟზე მიყავარ ბიჭო კარგი აქ დავალაგებ ახლა ამ ობიექტს და მე ჩვენი ურთიერთობაც დავალაგოთ კაი მეც მეყვარხარ გალო ჩემ გოგიზია მართლა ლაპარაკი გოგის ელაპარაკება რა ხდება ვერ გავიგე შენი ფანტაზიური კარგი გოგი სად ახარ მოდი აქ მომიხმარე შეახვარო შენო ცხოველები ხარ თუ ვინა ხარ ხელი არ მოკიდო ხელი არ მომადო მიდი გაყე ტილოები წამოიღე ქალო წამოიღე მათხოვარი ეს აუ ნელიკო იმენა მაგრა შეუსრულე რა იმენა ჩემი თავი ბეგონე უცბად რა რაღაცეებს მე მაგრა ვილაპარაკებდი მაგრამ აი იყოს მჩიო ქალებო აი ხლა სუმაკანკალებს ემოციურად მართლა დიდი მადლობა რა თქვენ ვარ ყოფილიყავით არ ვიცი აი ამ თანადგომას მართლა დაგიფასებთ ამიტომ მოდი დღეს ტუალეტი არ ჩახეხოთ მარტო ფარდები და რეცხეთ და ისე წადით სახლებში რაღაცნაირად არა მართალი არის მამა ჩემი რა რასაც მეუბნეო და მთელი ცხოვრება რა მოსაკლავი აკვანშივე უნდა მოიკლას რა იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.